განმარტავ 20 წლიანი მუხლი, სამშობლოს ღალატი, რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობა და 15 დღეში გამოგიშვეს. ხო და მაგათ ვეგებდით ხებოდით ისა 2008 წელს მე რო გადავიღე ეს სურათი და მთელი მსოფლიო და რუსებმა დადეს მაშინ საიძე დღემდე დევს თუ არა არ ვიცი აბდალაძე გამყალბებელი არისო სურათისო მსახიობი მოიყვანა ეს ხალი არ არისო ხორის მაცხოვრებელიო ვინახავთ რა გინდათ მე ვუთხარი ას გვერდში რისთვის კიდე ერთი გარდა იმისა რომ თქვენი 15 დღეში გამოშვება კიდე რომ განმარტოთ რამ განაპირობა გარდა იმისა რომ სოფლიოს სამ უდიდეს სააგენტოზე მუშაობდით მე როგორც ვიცი და მინდა ეს დამეზუსტოთ კიდე იყო ის თემა რომ რადგანაც ბატონი ირაკლი გედენიძე იყო პრეზიდენტის ფოტოგრაფი სოფლიო პრეზიდენტებისა და პრემიერების ანუ დასავლეთის სამყაროს პირველი პირების ფოტოგრაფების აქციას იგეგმებოდა ხარდაჭერის ხო ამას ესეც იყო ზეწოლის ერთი მე მითხრა ერთ-ერთმა რეპორტერმა რო გამოვედი ციხიდან ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა მითხრა უკრაინაში ის რა ქვია გოგონები რო იშიშვლებენ თავს რაღაც ის რო არის საელჩოსთან ჩაატარეს აქცია ამ გოგონებმა ვიღაცა საელჩოს წარმომადგენელი გამოსულად წიხლები უტყია ამათთვის თქვენ ჩვენ აქ ეგრე გვექცევით ესე იგი იქ რა ხდება ხო წარმოგიდგენიათო მე ამ იდიოტებმა თქვენს რომ ეს ჩვენი თანამშრომელი არ არისო საელჩოსიო ვიღაცა გამვლელი იყო ქუჩაში ქუჩისო მე რაღაცა შეთხზე გამოთხზეს აი აბდაუბდაში იყვნენ ჩვენ საქმესთან მიმართა ერთადერთი ფიქრი ჰქონდათ იმისი რომ მალე დასრულებულიყო ეს ყველაფერი და ჩვენ გვეღიარებინა დანაშაული გამოვეგდეთ იმ საპყრობილიდან და ყველაზე სასაცილო მომენტი რა არის ახლა ნახეთ სერგო სად არის ოპერატორი მე რო გზანის საპყრობილიდან გამოვედი წარმოიდგინე კეთროვანი ვით ვიყავე მეზობელიც ყველა შემკვეთი ყველა დამკვეთი ყველა ბანკი ვისთანაც ურთიერთო სარეკლამო გადაღებებსა და იმას ყველა მოღარი მითხრა ერთ დღეს ურეკავდნენ პირადად იმაგად და ერთადერთი ბანკი იყო პროკრედიტი ბანკი ეს უნდა მამედოვა იყო მახსოვს ის ქალბატონი რომელმაც თქვა რომ აი აბდალაძესო რო არ იყო საქმე მოიფიქრეთ და დაასაქმეთო მოიფიქრეთ და გადაღებაზე დაიბარეთო რომ ხელფასი კონდეს ადამიანს რამეო შემოსავალი აი ესე ვიყავი ჩვეულებრივ მეზობელი გამარჯვებას ვერ გვეუბნებოდა შიშით საკუთარ ოჯახში მობილურებში და ადამიანები ჩვეულებრივი ამბავია დღეს რომ მოუყვე ბავშვებს არ დაგიჯერებენ მობილურში და მეორე ოთახში გადიოდა რო ელაპარაკა დაშლილ მობილური მიუხედავად იმისა რომ დაშალა მობილური მაინც მეორე ოთახში გადიოდა იმ ვიდეო კადრებით რაც ჩვენ გვიღებდნენ მაგ ვიდეო კადრებით მილდად ქამადაძე მაგ სახელს ვიმახსოვრებდი არ ვიცი რამდენი ხანი ის ნაციონალური მოძრაობის აჭარის ლიდერი რო იყო მილდად ქამადაძე იყო ის ადვოკატი რომელიც მე ამაყვანინეს და მითხრეს ღამე იყო 4 საათი იყო თუ 3 როცა დასრულდა ამაყვანინეს რას ნიშნავს აი შეხვალ ახლა ქვემოთ ეკაბესელიაზე და ადვოკატებზე აცილება გამაკეთებინეს მაგათმა იმიტომ რომ აღარ ჭირდებოდათ უკვე ადვოკატების ისა იმიტომ რომ ჩვენი ადვოკატი ხვალ ზედმეტი შეკითხვები და ამბები რო არ იყოს მიდად ქამადაძეს დაურეკავო გაესაუბრებიო როგორც ჩაწერა მიდიოდა ამ სატელეფონო საუბრის მოიკითხავო ეთქვია რომ ხვალ უნდა იყო ჩემი ადვოკატიო და სასამართლო პროცესში ზედმეტი შეკითხვაც არ დაუსვათ აღიარებ თუ არა დამაშაულს აღიარებ და თავისუფალი ხარ ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თუ რაღაც ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო თქვენი ადვოკატი რომელიც გაგინიშნათ მაშინ თავისი ადვოკატები ყავდა თავისი ყველაფერი ეს სისტემა და სქემა მუშაობდა მაგ პრინციპით თვითონ ძარცვავდნენ ადვოკატი თავისი ყავდათ და გეტყოდნენ საპროცესო აი ამას აიყვან არაფერი არ უნდა შენგან ხვალ დღე გაშვებული ხო და რას ყვებოდი აკრედიტაცია მქონდა პარლამენტის ჯაშუშობაში ბრალდებულს ალიას რედაქტორი მეუბნება რომ მიშა გამოდის იმაშიო და სერგოს დაურეკე სერგო მეუთხარი აკრედიტაცია სერგო ბატონი სერგო გახოთ ჩვენი თანამშრომელი მეუთხარი აკრედიტაცია მიშა რომ გამოდის რედაქტორმა მითხრა უნდა გადაიღო მე ხელფას ხო გიხდიო მეუთხარ არ გადავიღებ მეთქი მიშას ხო არ მინდა რა მაგის გადაღება მაგის ისე ასეთ ხელფას ხო გიხდიო მიდიო და გადამიღე აქ რო შემოვედით
აკრედიტაცია არ იყო გაუქმებული ჩვენი. ჯაშუშობაში ბრალდებული პირობითი მსჯავრით ბატონი სოზარე მინისტრი ჯავრდებული ხო ბატონი სოზარე რო არ ყოფილიყო პირველი პრესკონფერენციაზე გაგვიუქმეს ის პირობითი რაზე დავდიოდით იმ პირველ 300,000 ადამიანი მოხუცებული დიდი პატარა ყველა პირობითი მიზილი იყო და დადიოდნენ პრობაციის 300,000 კაცი იყო წარმოიდგინეთ ახლა საქართველოს გადაიღეთ ბოლოს სააკაშვილი თუ მოვედი აქ და ბიჭები ახლა დაცვის ბიჭები ყველას ვიცნობთ ამ პროფესიიდან გამერი შეხება არ ვიცი თუ აი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდითო კიაო ანუ იძახის მინისტრი იძახის რომ რაღაცა დაიკარგაო ჩვენ ვიცით რომ ამაზე არაფერი არ დაკარგულაო და ჩვენი გაფუჭება უნდა რომელიღაცასიო ამათ თავის ფიქრი ჰქონდათ იმიტომ რომ მინიმუმ საყვედური ხო უნდა უთხრან ადამიანებს ამ ამბავზე ვიღაცა ხო არის ამ დოკუმენტზე პასუხისგებელი ხო და ვიცი რომ არ დაიკარგა და ანუ გამოდის დაიკარგა გინდა თუ არაო და წარმოიდგინეთ ფიქრი გვაქვს იმისია რომ რომელიღაცას ჩვენი დაჭერა და გაფუჭება უნდათ რა დაიკარგაო კარგად ვერ გავა აი სამითი ეს გრიფით საიდუმლო დოკუმენტი სტენოგრამა რომელსაც ვიზეპირებდი არ ვიცი თავი გამისყდა მაგრამ აკრედიტაცია ძალაში იყო შემოხვედით პარლამენტის შენობაში გადავიღე მიშა და გამოვედი გადაიღეთ გიცნოთ სააკაშვილი არა ნუ ზემოდან ვიყავით დანახვაც როგორ არ გიცნობს 24 საათი აი როგორც ვაშაძემ თქვა გრიგოლა მე აბდალაძეს არ ვიცნობო წინა საარჩევნო პერიოდში და მე ვუთხარი წინა კვირას ქორწილში რო შეხვდა და მითხრა რომ რამე სურათები თუ გაქვს ჩემი მომეციო მაშინ ხომ იცნობდა თქო გასაგებია ბატონო გიორგი რამდენიმე პატარა კითხვას დავსვამ შემდეგ ბატონი სოზარი და დარწმუნებული ვარ რომ წევრებს ბევრი კითხვა ექნებათ ასევე თქვენ არასდროს არ გიმუშავიათ პრეზიდენტის ფოტოგრაფად სააკაშვილის არა არც რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირის ფოტოგრაფი არ ყოფილხართ საგარეოს თუ არ ჩავთვლით საგარეოში ვიყავი და ბურჯანაძესთან ვიყავი ერთი პერიოდი სააკაშვილის ბოლო წლებში ალბათ სააკაშვილთან მე არ ვიმუშავე არ გიმუშავია იყო შემოთავაზება და უარი ვთქვა კარგი თქვენ ახსენეთ რომ ღირსების ორდენები ჩამოარიგაო მას შემდეგ რაც აი სისხლიანი კადრები თქვენ გადაიღეთ ყველას გვახსოვს და ვინც არ იცის მათთვის რო ვთქვათ რომ როდესაც ეს ხალხი დაყარეს ასე თქვენ ხელბორკილი ახსენეთ მაგრამ ეს ხელბორკილი არ იყო ეს იყო პლასმასის ხობოდიში ეგრეთ წოდებული შგუტები და ასე ეყარნენ თევზებივით წყლიდან ამოყვანილი თევზებივით ადამიანები რუსთაველის გამზირზე თავგაჩეხილები შემდეგ ესენი მართლაც ამის კადრები ჩვენ გვაქვს და დასკვნას დანართად ექნება როგორ დააყენეს მწყობრში და მართლაც როგორც კონცლაგერში გვინახავს მეორე სამამულო ომის დროს მიერეკებიან ცხრებივით მსხვერპლებს ასე წაიყვანეს საპატიმროებში ამის მერე უცბად მორეცხეს რუსთაველის გამზირი და დილით სააკაშვილი გამოვიდა და ღირსების ორდენით დააჯილდოვა დიასპორის წარმომადგენლები და ხელოვანები თქვენ როგორ გგონიათ აი იმ ხალხმა იმიტომ რომ ეს დასკვნაში იქნება ასევე, იმიტომ რომ ფაქტია და ამას ვერავინ ვერსად ვერ გაიქცევა. იმ ადამიანებმა, ვინც რუსთაველის გამზირზე დადგა და აი ამ შავბნელი სისხლით მორწყული გამზირზე ორდენები ჩამოირიგა. იცოდნენ რა იყო მომხდარი თუ მათ უბრალოდ ეგონათ რომ არაფერი არ არის მომხდარი. აი თავიდან დავიწყე საუბრით მადლობით და დღესაც ვაღაც მათ თუ მიეცემათ შანსი იგივეს გაიმეორებენ არ გაუტოკდებათ არ თვალი არ ხელი არ არაფერი იმიტომ რომ ეგეთები ეგრე იმიტომ ვამბობდი რომ ნული იყო ადამიანის ღირებულება თქო ამ პრინციპით არჩევდნენ თანამშრომელსაც მეგობარსაც რაღაცა პერიოდის განმავლობაში ციხის კადრები რომ იძულებული გახდა ყველა მთელი მოსახლეობა გამოვიდა ერთადერთი პრეცედენტი იყო როდესაც აი არაფერი აღარ დარჩათ სალაპარაკო ფოტოგრაფების საქმე მიაჩუმათეს ყველა დანარჩენი საქმეები მეტანაკლებად თავის სასარგებლოდ მაგრამ ის ციხის კადრებთან დაკავშირებით მათ რო შანსი მიეცეთ იგივეს გაემეორებენ
არც დაფიქრდებიან ამასთან დაკავშირებით სისხლის გუბეებს დააყენებენ. ყოველი დღე მათი ხელისუფლებაში ყოფნა არის სიკვდილი ნებისმიერი ადამიანი. ვინც არ უნდა იყოს. კი, ამიტომ ვართ ჩვენ აქ ამ თაობის ადამიანები და ჩვენზე უფროსები და ცოტა უმცროსები, რომ ახალგაზრდა თაობას არ დაუტოვოთ ეს რისკი და ეს რისკი ბოლომდე უნდა განულდეს, მათი უკან დაბრუნების რისკი. კითხვა მაქვს ომთან დაკავშირებით. თქვენ ხომ არ ესწრებოდით ან შეესწარით რაიმე თათბირს შეხვედრას, სადაც გადაწყვეტილებები იყო მიღებული და სად იმყოფებოდით? ერთადერთი შევესწარით იმას, რომ გოკა გაბაშვილი, ეს გასიებული უკაცრავად, იმაზე ვერ ვიკავებ თავს. ეგ კურირებდა ჟურნალისტების ამბავს თრიალეთის ტელევიზიაში. მერე რომ გადაიღეს ამათმა მიშამ რო აირჩია ეს ინდი გარსიას რას ვერჩია ხო? არაჩვეულებრივი მსახიობია და ეს თავის როლის შესაფერისი რომ დააყენა და იქ რომ ამბობდნენ რომ თრიალეთის ტელევიზია დახვდა თვითონ უცხოურ ჟურნალისტებს რომ მივიდნენ დაკეტილი. ერთადერთი ტელევიზია იყო რომელიც არასდროს არ ეხურებოდა 24 საათი ოკუპაციის პერიოდშიც კი. აი გორის ჟურნალისტები ყველა მუშაობდა 24 საათის განმავლობაში ერთი მადლობა არ უთხრეს არცეც. არა და მით უმეტეს პირიქით ბრალი დაგვდეს ჩვენ რომ ჩვენ თურმე იმაში გოკა გაბაშვილის გამო უამრავი ჟურნალისტი დაშავდა. აი პირდაპირ რას გულისხმობთ? იმიტომ რომ არ ეუბნებოდა ამ ჟურნალისტებს რომ სად შეიძლებოდა მაგ ფუნქცია იყო ეგ საგანგებო შტაბი იყო რაღაცა ხო შექმნილი. გოკა გაბაშვილს ჰქონდა ფუნქცია იმისი რომ ჟურნალისტებისთვის უნდა ეთქვა რომ აქ არ წახვიდეთ. აქ არ წახვიდეთ. ამ ეს სოფელი დაკავებული ან გადამწვარი ან მოკლული ან რაღაც. თვრალი იყო გათშული თვრალი იყო ენას ვერ აბავდა. რა თანამდებობაზე იყო ამ დროს გოკა გაბაშვილი? აი იმ პერიოდში ფუნქცია ჰქონდა ჟურნალისტების თემის, როგორც ჩვენ ხვდებით, ჩვენ ეგრე გვეუბნებოდნენ რომ თრიალეთის ტელევიზიაში ის ადამიანი, რომელიც გეტყვით, სად შეიძლება წასვლა გადაღება და სად შეიძლება თვითონ გოკა გაბაშვილი იჯდა თრიალეთის ტელევიზიაში გორში და თქვენ კურატორობას უნდა გაიწიეს ეს უნდა ეთქვა ჩვენთვის და ჩვენ დავარბოდით ჩვენით. მაგითო დაიხოცა ის ცხონებული კლინიკა. და არ იყო ფხიზელი. ფხიზელი არ იყო. ხიზელი არ იყო თრალი იყო ენას ვერ აბავდა პირო ვეკითხებოდით რაღაცა ჯობდა არ გეკითხა ხო სხვა არაფერს არ შესწრები ხარ ნუ შევესწარეთ იმას რომ ესენი რა ვიცი ტრიბუნებით ეხლა მე არ ვიცი ნებისმიერ შეეგიძლიათ შეეკითხოთ ალბათ თქვენს გექნებათ ეს შეკითხვა და ნებისმიერ ადამიანს რომ რეზერვისტებთან მიმართებაში, აი მე ამდენი ავტობუსი გორის ცენტრში და დაყრილი ბიჭები გადაღებული ჰქონდა და სულ მიკვირდა რომ აი ესე როგორ მიატოვეს ესენი ცხონებული ჩემი ძმა გარდაიცვალა ისიც რეზერვში იყო. ისე გაიქცნენო რომ ავტომატი ვის ჩავაბარო არ ვიციო. ისე წავიდნენ დაყარესო სკოლაში იყვნენ სადღაც რა უხო ამ იარაღსო. კი, რეზერვისტები, მშვიდობიანი მოქალაქეები, ჯარისკაცები, ყველა გაწირეს პოლიტიკოსებმა, რომლებთა უმრავლესობა წითელ ხიდზე იდგა რიგში, როგორ გაქცეულიყო ქვეყნიდან. ზუსტად არ მახსოვს სოფელი ქალბატონთია, მაგრამ რომელ ადგილზე ვიყავთ, ხალხი გამოგვენ რომ ნახოთ ის ფოტოები, რა 2008 წლის, რაც გადაღებული რა მანქანით, რა ტრანსპორტის საშუალებით გამოდიოდა ხალხი, საერთოდ წარმოდგენა არ გექნება ადამიანს როგორ შეიძლება დაიქოქოს საერთოდ მანქანა ისეთ მდგომარეობაში იყო მეუღლეებს ეძებდნენ ქალბატონი მყავს გადაღებული ჩუსტები ხელში უჭერავს და მორბოდა და ეძებდა საკუთარ მეუღლეს რომელიც სადღაც მუშაობდა სამუშაოდ იყო გასული და ვერ პოულობდა არ იცოდა და თავის სოფლელებს ეკითხებოდა რომ ხო არ გინახავთ ისეთ მდგომარეობაში იყო მოსახლეობა რომ ერთმანეთისთან კავშირიც არ ქონდათ. ბატონო გიორგი, ბოლო კითხვა და სხვებს გადავცემ სიტყვა. სულხან მოლაშვილის პრესკონფერენცია ახსენეთ თქვენ და ბრძანეთ, რომ მეორე დღესვე დააკავესო. აი ეს დრო და პრესკონფერენცია თუ შეგიძლიათ რომ გაიხსენოთ, შინაარსი რა იყო? დრო ზუსტად შინაარსი მახსოვს, რომ სულხან მოლაშვილს ჰქონდა უამრავი დოკუმენტაცია, მაშინ კონტროლის პალატის თავმჯდომარე იყო და ამბობდა იმას, რომ
ყველანაირი დოკუმენტაცია ქონდა, აი პრესკონფერენცია ამას ეძღვენებოდა, რომ ყველანაირი დოკუმენტაცია ქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა კორუფცია, რა თანხები იხარჯებოდა იუსტიციის მინისტრობის პერიოდში სააკაშვილის მიერ. ამ დროს სააკაშვილი ჯერ კიდევ იუსტიციის მინისტრია? არა, სააკაშვილი არის პრეზიდენტი, მე მგონი აღარ მახსოვს. საკრებულოში ხომ არ არის ამ დროს? საკრებულოშია მე მგონი, თუ საკრებულოს არა. პრეზიდენტია მე მგონი. პრეზიდენტია უკვე. არ მახსოვს ახლა არ შემეშა. არა უშავს, მაგრამ სად იყო ეს პრესკონფერენცია? შერატონში. შერატონში. რომელი წელია ხომ არ გახსოვთ? არ მახსოვს. ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს რომ ამ პრესკონფერენციაში და თქვენ იქ რატომ იყავით? სულ რედაქციისთვის ვაკეთებდით გადაღებას. რომელი რედაქციისთვის? კვირის პალიტრაში მე მგონი. კვირის პალიტრისთვის. ამ პერიოდში კვირის პალიტრაში მუშაობ. გასაგები. ბატონი ირაკლი ქადაგიშვილი დასვავს კითხვას, ვინაიდან კომიტეტის ხდომა იწყება და იქ მიეჩქარება, თუმცა მე შემოგვერდება ისევ, შემდეგ ბატონი სოზარი, ბატონი ილია. გთხოვთ ბატონო ირაკლი. დიახ, ნამდვილად ყოველთვის თითქოს იცი ადამიანმა ეს ყველაფერი ნახი გაქვს, რაღაც გარკვეული შეხება ქონია, მაგრამ ყოველ ჯერზე ამის კიდევ ერთხელ მოსმენა სწორედ რაღაცნაირად აი თქვენ მართლა ბრძანებთ და ალბათ ამ კომისიის მთავარი საქმე ის უნდა იყოს, რომ ამ სისტემურ საშინელებას პასუხი უნდა გაეცეს, რომ ეს აღარასდროს არა მარტო იმ ხელისუფლების, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, რომ ამის და მაგვარი საერთოდ არ განმეორდეს საქართველოში. ერთი ესეთი შეკითხვა, თქვენ ბრძანეთ, რომ ადამიანი, რომელიც გარდაცვლილი აღმოჩნდა შემდეგ თქვენ კადრში ცოცხალი იყო, როდესაც ის დაკავებული ყავდათ. თუ შეიძლება რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ეს მე შევიტყვი საპყრობილეში, მე პირადად არც ვიცნობდი იმ ადამიანს და რაც შეხება მქონია, მე უბრალოდ მითხრეს რომ ერთ-ერთ სურათშიო, სადაც აი ამათ ჩამწკრივებული რომ იყავთ თითქოს უკაცრავად პლენში რომ აიყვანეს ხალხი და ჩამწკრივეს სტალინგრადის იმის არ იყოს კადრების ხო და მითხრეს საპყრობილეში ერთ-ერთმა ადვოკატმა მითხრა რომ შენო გადაგიღიაო ეს ადამიანიო მე ვიცი რომ რაღაცა იყო საუბრები ამასა ოჯახის წევრებთან აქ თემაზე იმიტომ რომ მე სახეზე ეს ადამიანი არადროს გვარდასახელი რო გითხრათ ამ ადამიანის ვინც გარდაცვლილი არის ახალგაზრდა კაცი იყო ერთ-ერთი რომელიც ახურავზე რომელიც მაღაზიის სახურავზე აღმოჩნდა გარდაცვლილი კი ბატონო დადასტურებული ექსპერტიზებით ნიკა კვინტრაძე იყო ადამიანი რომელიც გადაიღეთ ცოცხალი რომელსაც ჰქონდა ხელფეხი შეკრული და რომელიც შემდეგ ვითომ დედმა დაარტყა და მაღაზიის სახურავზე იყო გარდაცვლილი ანუ ეს არის ეს თქვენი ფოტო არის რეჟიმის გასამართლების ერთ-ერთი ძალიან სერიოზული მტკიცებულება ასევე მადლობა ბატონ გია მე ბატონ გიას 2011 წლამდეც ვიცნობდი და ეს ურთიერთობა რომ ის პროფესიონალია თავის საქმის მაშინ ვიცოდი ჩემთვისაც გასაკვირი იყო ამ ამბების მერე თქვენი დაკავების საკითხი და იმ ისტორიის მოსმენა რომ თქვენ ჯაშუში იყავით და ასე შემდეგ იმიტომ რომ ამ ქალაქში თქვენ გიცნობდათ ყველა და გიცნობთ ყველა თქვენი საქმის ცოდნეს პროფესიონალს და ერთგულს ამ საქმის მიმართ. მე რამდენიმე კითხვას დაგისმევთ და იმ თქვენი მონაყოლიდან გამომდინარე თქვენ თქვით რომ უკრაინელი ფოტორეპორტიორი გახდათ თან მისი ბედის ამბავი მაინტერესებს ის დაბრუნდა უკრაინაში ცხოვრობდა ისა ეხლა ცხოვრობ ცოცხალი ეხლა მე დიდხანს არ ვეცქო ამ ამბის მერე მაინტერესებს მისი რეაგირება მისი გამოხატვა ან თუ ქონდა რამე პროტესტი იმდენად გაუგენა ის შოქში იყო იმ დღეს იმ ღამეს მაგრამ იმის მერე რომ ეს თქვენ დაგიჭირეს და ეს ამბავი გადაგხდათ აი მერე თუ ქონდა მას რამე ქონდა შეხება ვისაუბრეთ ჩვენ და დღემდე აღნიშნავს ყველას რომ ეს ფოტოები არის ერთ-ერთი მტკიცებულება იმისა თუ როგორ ეპყრობოდნენ ადამიანებს მიუხედავად იმისა რომ ბორკილების კი არა რა ქვია პლასმასის ხელშეკრული
კიდევ როცემდნენ ამან გამოიწვია ყველაზე დიდი გაუგნება იმ ადამიანში რომელსაც სადამ ხუსეინი ყავს გადაღებული კანალიზაციის იმიდან რო ამოყავთ სირიის ომშიც ავღანეთშიც სამაჩაბულოშიც აფხაზეთშიც ნამყოფია და 26 მაისს კაცი იმდენად გაოცებული იყო რომ ფოტოაპარატი ვერ აიღო გადასაღებად მესმის მისი შოკირებული მდგომარეობა ეს აბსოლუტურად გასაგებია როდესაც სურათებს უყურებ მაშინ ეს ხო ნაწილია ფოტოების მხოლოდ კი ბატონო ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ ფოტოების რაც იქ ხდებოდა ეს იყო 2011 წელს 26 მაისს ხო ამის მერე ის დაბრუნდა თავის ქვეყანაში კი სადაც ამის მერე მოხდა მაიდანი ამ 2011-ის მერე. 2011-ის მერე მოხდა, რომ ბატონი სააკაშვილი ჩავიდა უკრაინაში. ის ამ ყველაფერს იქ მე გეტყვით მის სიტყვებს. აი, როგორ გამოხდა თუ ქონდა მას რამე ცდელობა იქაურ თავის წრეში იმ ადამიანებთან, რომ აეხსნა მოეყოლა რა იყო, რა შემწრე გახდა თვითონ აი რანაირი რეაგირება ქონდა იმას, რომ ეს კაცი ჩავიდა იქ და სახელმწიფო სამსახურში დაიწყო მუშაობა და დაიწყო იქ რაღაცა რეფორმები და ჩვენ ყველა მომწრე ვიყავით იქ რეებსაც გეგმავდა ხო? მან მითხრა თუ ქონდათ მასთან, ბოდი, ხო, თუ ქონდათ მასთან გონდა. ქონდა შეხება და მან მითხრა ესეთი რაღაცა, რომ აი გიაო საოცარი რამეები ხდება ცხოვრებაში, პირველად უყურებდიო გედენიძე რო იღებდა მიხშა სააკაშვილს გალიაში. იქ რო დაჭერილი ყავდათ. მიშა. და აი ამ სურათსო უყურებო რომ გედენიძეო ადამიანი რომელმაც აი ამან დაიჭირა აწამა და რაღაცა ეხლა უღებს მაგას სურათსო. წარმოიდგინეო აი ესე უყურებდი ამ ყველაფერს და ფიქრობდიო რა საოცარი რაღაცეები ხდება ცხოვრებაში თურმე. აი იმ ადამიანმა რომელმაც ჩვენ უდანაშაულო ხალხი დაგვიჭირა აწამა და გვაღიარებინა ჯერ ამათ რა ვიცი ორივე ცოლზაქმას რო დაიჭერა ანუ რაღაცა არ ვიცი რა როგორ გითხრათ რა მათი ძნელია ხო ადამიანები არ არიან რა ის ჩვეულებრივი არ ვიცი ბატონო თქვენ აღნიშნეთ რომ ერთ-ერთი ფოტორეპორტიორი რომელიც დააკავეს თქვენთან ერთად მიიყვანეს მის შესახებ ამერიკის საელჩო ჩაერია საელჩოდან დარეკეს და ის სასტრაფოდ გაანთავისუფლეს. ბატონო. ამ ფაქტის მერე თქვენ დაგიტოვეს და თქვენი საქმის გაგრძელება მოყვა და შეკერვა და მოკლედ მუშაობა ამის გარშემო. თქვენს ადვოკატებს ჰქონდათ თუ არა ცდელობა რომ მიემართათ ამერიკის საელჩოსთვის რადგან იმ შემთხვევაში ჩაერიენ და გაანთავისუფლეს ის ადამიანი იქნებ თქვენ საქმის მიმართაც ყოფილიყო მსგავსი ჩარევა რომ გაანთავისუფლებინეთ ამერიკის საელჩოსთან მიმართებაში არ ვიცი მაგრამ საერთაშორისო მედია ყველა დაგვიდგა გვერდში არა მე კონკრეტულად ამერიკის საელჩოს ჩარევაზე ფაქტთან დაკავშირებით არ მაქვს არანაირი ინფორმაცია ჩვენთან მიმართებაში მაგრამ ვიცი რომ აბსოლუტურად ყველა საინფორმაციო სააგენტო წერდა ჩვენთან დაკავშირებით ჩვენ ამბავზე და ყველა აი ისეთ ხარდაჭერას გრძნობდით რო არა ეს მდგომარეობა ალბათ იგივე დასრულდებოდა როგორც მეუბნებოდა ეს რომელიმე საელჩო თუ იყო ვინც გამოეხმაურა თქვენს დაკავებას და პროტესტი გამოთქვა საელჩო მე როგორც ვიცი რაღაცა პრესკონფერენციასავით ჰქონდა ვანომერაბიშვილს და იქ ესწრებოდნენ თუ არ ვწდები ჩვენი პატიმრობის პერიოდში ესწრებოდნენ პრესკონფერენციას? არა, რაღაცა შეხვედრას, მოდიში. მე უბრალოდ ესწრებოდნენ. არ ვიცი ზუსტად ეგ ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი პატიმრობის პერიოდში ვანო ცდილობდა ყოველთვის გაправებას თავის ქმედებების და იმის და არ არის გამორიცხული რომ საერთაშორისო მედიის მე ამ შემთხვევაში მინდა დავაზუსტო რამდენად საერთაშორისო დიპლომატიის კორპუსი ჩაერია ამ საქმეში ან ეცადა რაღაცა თავისი პროტესტის დაფიქსირების ან მე ვიცი რომ ჩვენ გადაგვარჩინეს ჟურნალისტებმა ალიას რედაქცია აი ბრიგვაძეს რო არ ევაშკაცა და რო ეთქვა ერთი
ხმას არ ამოვიღებთ გავანებოთ თავი, ჩვენ დავაცვლილებდით ზუსტად ისე როგორ დაასრულე. ესე თქვენ არ ვერ იხსენებთ ერთ-ერთი საელჩოს განცხადებას? არაფერი განცხადებები არ ყოფილა ჩვენთან მიმართებაში, უბრალოდ ალბათ იყო განცხადება იმასთან, ჩვენ ვადევნებთ თვალყურს ამ იმას, მდგომარეობას. საქმის რეალობას. თქვენ დაკავების პერიოდში თქვენ თქვით, რომ ერთი ჯავდებული თავს უტყავდა კედელსო. და აზერბაიჯანელი იყო. ვინ იყო ეს კაცი და რა? არ ვიცი, აი წამლის თან საიდან იცით რომ აზერბაიჯანელი იყო? თვითონ თქვითხრა. კონდათ მასთან კავშირი და არა, კავშირი არ მქონდა საპრობილეში, მოდულის შენობაში ხო, ეს იყო ნარკოტიკებზე გასამართლებული და შეხვდა გაზე იყო გასამართლებული? ნარკოტიკებზე. მოხმარებაზე თუ ასახებაზე. მე მეგონა ეს რაღაცა ამ თემის კავშირში. არა, სრულიად შემთხვევით და შემხვდა იქ გდანის საპრობილეში და კედლებს ურტყამდა თავს და ვაწყნარებით რომ იმდენად წარეთ ურტყამდა თან კედლებს თავს მეთქი არ იმას ხმას. იმიტომ რომ მან ვინც ხვდებოდა აი ხო გეუბნები ზოგი რომ ამბობ ციხე არ იყო ეს ხო ეს იყო ჩვეულებრივი კონცლაგერი იყო სადაც ადამიანებს აწამებდნენ საშინელ რაღაცეებს ჩადიოდნენ მათ მშობლებს ცოლებს ვინც რიგში იდგა შეურაცხყოფას აყენებდნენ და ნუ არ ვიცი ხა აღარ იმას ის ფოტორეპორტიორი რომელიც გაანთავისუფლეს საელჩოს ჩარევის მისი ბედის და მან მუშაობს დღესაც სადაური არის შახა ევაზოვი ერთ-ერთი აქ პროფესიონალი ფოტორეპორტერია ეიპის თანამშრომელი არის დღესაც და მუშაობს ჩვეულებრივად უბრალოდ როგორი მდგომარეობაა იცით ჩვენი საქმესთან დაკავშირებით ჩვენი კოლეგები ვინც იყვნენ აი აქციებზეც ვინც დადიოდა რაღაც იმდენად შოკირებულები იყვნენ და იმდენად გაუგნებულები იყვნენ ამ მდგომარეობით, რომ აი როგორ გითხრათ, საუბარისაც კი ერიდებოდნენ. ვანო შლამოვი რო შეხვდა, რომ გამოვედი, დაიწყო ტირილი. არ მეგონაო ცოცხალი თუ გამოხვიდოდით მაქედან. ვანიშკასთან სახში რო ვიყავით ასულები. ზურასთან სახში ვიყავით ვანოსთან რაღაც იჯდა და ტიროდა, ვერ ვაჩერებდით. არ მეგონაო რომ ცოცხალი საერთოდ გამოხვიდოდით მაქედან. ასაგებია. იმდენი ბრძოლა და ამბავი დაგზერდა. ქართული ოცნების ხელში ამ საქმეს გრიფიც აიხსნა, გამოძიებაც ჩატარდა და კომპენსაციაც დაწესდა და ყველაფერი გაკეთდა. ყველაფერს გავაკეთებ ცხოვრების ბოლომდე ვიბრძოლებ სანამ სული მიდგია რომ ვერასდროს ნაციონალური მოძრაობა ვერ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. იმიტომ რომ იგივეს გააკეთებენ. აი ყველას ვეუბნები თითო დღე რაც ისინი ხელისუფლებაში არ არიან არის ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. ვიღაცის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს პეტრეს პავლეს სახელით როგორც იქნება. ისინი რო ყოფილიყვნენ დღეს საერთოდ არ ვიცი ამ მდგომარეობა. მე მაინც მაინტერესებს ის უკრაინელი ფოტორეპორტიორი მის მერე საქართველოში ჩამოსულა? კი, როგორ არის? ეხლა ამ ბოლო არა, აქციებზე არა, იმიტომ რომ უკრაინაში მუშაობს ომის პერიოდში ერთ-ერთი მთავარი რეპორტერია, ვინც აშუქებს მაგმოვლენას. გასაგებ. კარგით. მადლობა კი. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა ბუდიში. თქვენ ბატონო ილია, ბატონო ალუდა თქვენ ხო არ გნებავთ რაიმეს თქმა ბატონ სოზარსურს. გიორგი ბატონო, თქვენ წეგან თქვით რომ იყავით მერვე დაწესებულების დირექტორის კაბინეტში ალექსანდრე მუხაძის მეტსახელად ქილერა. სახელი ბევრამაზე მეტყოლებს. ესე იგი, დაგემუქრათ რომ აქედან ცოცხალი ვერ გახვალთ, ხო? შემდეგ გქონდათ შეხვედრა მასთან. თუ ერთჯერ რო გამოვდიოდი, ხო დაიგინა. რო გამოვდიოდი, ერთ-ერთ უთხარი მომიკითხეთ მეთქი. ისე უბრალოდ მინდა ვიქტორ ყაჭეიშვილს, ეხლა მე არ ვიცი სხვა პატიმარ რომ ამითხა. ვიქტორ ყაჭეიშვილს როდესაც იჭერდნენ, თელ ციხეს ესმოდა მისი ყვირილი. ყველა პატიმარი ითხოვდა ჩვენთან შემოუშვეთო. რეჟიმის უფროსი მერვე დაწესდა. ქართული ოცნება რომ მოვიდა ხელისუფლებაში, ეს მერე ხდება, როდესაც უსაფრთხოების უფროსი ვიქტორ ყაჭეიშვილი, რომელსაც თქვენს ზეწნეხის და წამებაში ქონდა მონაწილეობა მიღებული, ის იქნა დაკავებული, მსჯავრდებული და როდესაც უკვე თავად მოუწია ციხეში შესვლა, მის საკანში შეყვანას ითხოვდნენ პატიმრები. არა, დაკავების პერიოდში გავატონოთ იმ ტერიტორიაზე დააკავეს. იმ დაკავების პერიოდში ის გდანში მუშაობდა.
დაკავების პერიოდში და პატიმრები ითხოვდნენ რომ მოგვეცით მისი თავიო, ხო? იმიტომ რომ გამწარებული ყავდა ყველა, კი ბატონო. ეგ მომიყვა ერთ-ერთმა პატიმარმა, რომელიც იჯდა ჩვენთან ერთად გდანის საფრთხეში. აღიარებითი ჩვენებაც აქვს თქვენ საქმეზე, ხო, ყაჭეიშვილს? აი მე გამიკვირდა ეგ ამბავი. სიმართლე რო გითხრათ. მაგრამ რაღაცა აი არსებობს. და ამ შემთხვევაში მადლობაც მინდა უთხრა, რომ მას ეყო იმის ვაჟკაცობა, რომ მოეყოლა რაც ხდებოდა იქ გლდანში ჩვენთან დაკავშირებით. და მისი ჩვენების საფუძველზე რომ ჩვენ ყოველღამე გავყავდით საქმიდან, ერთ-ერთი მისი ჩვენება არის და რამოდენიმე პეტიციული თანამშრომლის, რომელიც უბრალოდ მინდა სპენელისთვის თქვა ეს ალექსანდრე მუხაძე ქილერა მეტსახელად იყო ჯერ სასჯელასრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულების დირექტორი, იქაც გამოირჩეოდა წამებით, შემდეგ მე რო დაწესებულების დირექტორი, ადამიანი რომელიც პირადად მონაწილეობდა პატიმრების წამებაში და დაუსწრებლად არაერთ საქმეზე არის მსჯავრდებული, ზოგ საქმეზე ბრალდებული დღესაც მიდის გამოძიება, რომელიც პრაქტიკულად ყოველ სახალხო დამცველი ვიყავი მაშინ და ყოველ მოხსენებაში ხვდებოდა მისი გვარი სახელი და მიუხედავად იმისა, რომ აი წამებლის გვარი სახელს წელიწადში ორჯერ ვაჟღერებდი პარლამენტის სხდომაზე, მიუხედავად იმისა, თქვენ რასაც ყვებოდით, როგორ ემუქრებოდა პატიმრებს, 2010 წელს ის დააჯილდოვა ღირსების ორდენით მიხეილ სააკაშვილმა, სწორედ თქვენი დაპატიმრების მერე 2012 წლის 12 მაისს ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა, ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი არის დაჯილდოებული, რომელთაც მართლა სამშობლოსთვის საუდადებული ადამიანები და გმირები არიან დაჯილდოებული, აი ამ წამებელს ჯალაც მიანიჭეს ჯილდო და სამწუხაროდ ეს ადამიანი დღეს უკრაინაში არის პოლიტიკური დევნილის სტატუსით იმ უკრაინაში, რომელიც თითქოს მეგობრობას ეფიცება ჩვენს ქვეყანას ეფიცებოდა. მეორე თქვენ წეღან ბრძანეთ რომ ჟურნალისტებზე მიდიოდა ესეთი პირდაპირ დამიზნებით დევნა და ერთ-ერთი ადამიანი დაასახლეთ კიდევაც გიორგი მამაცაშვილი, ეს არის ჟურნალისტი, რომელსაც ისევ საზოგადოებისთვის განმარტავ და კარგი იქნება ალბათ მასაც თუ მოусმენთ, 38 ტყვია ქონდა მორტყმული ზურგზე, 38 რეზინის ტყვია, ეს არ იყო ესე შემთხვევით მოხვედრილი, ეს იყო ახლო მანძილიდან დამიზნებით ნასროლი და გარდა ამისა კიდე არაერთი დაზიანება ხელკეტის თუ სხვა, მაგრამ მართლა აი ადამიანი, რომელიც თავის გვარს ამართლებს ამ შემთხვევაში, მართლა მამაცურად ასრულებდა იმ მოვალეობას, რაც ეკისრება ჟურნალისტს და კორესპონდენტს, რომ გააშუქოს სიმართლე და ამ ფოტოებზე ვხედავთ, რა დღეში იყვნენ ადამიანები და ერთ-ერთი იყო ესეც. აქვე მინდა ვთქვა, თქვენ წეღან თქვით, რომ გასასვლელი არ დატოვესო პრაქტიკულად ყველა მხრიდან იყო დაგეტილი, რომ ადამიანები უბრალოდ ის კი არა რომ გაეთავისუფლებინათ რუსთაველის პროსპექტი, ის რომ დაესაჯათ სამაგალითოდ და სწორედ ბატონი ირაკლი ქადაგიშვილი გავიდა, ირაკლი ქადაგიშვილი, რომელიც იყო 1999 წლის 9 აპრილის მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი და წამყვანი და რომელსაც თურმე ახლა არ აქვს უფლება 9 აპრილის ეკთან მივიდეს. იქ ვიყავი. ერთ ფრაზა შეიძლება ბატონ სუზარ, ძალიან დიდი ბუდიში. 30 წელიწადი ამ პროფესიაში ვარ. მეც სერგოც და ყველა ფოტორეპორტერი, ყველა ოპერატორი და არასდროს საქართველოს ისტორიაში მსგავსი რამე არ მოხდარა. ზვიადის მომხრეები, აი მანანა, ქალბატონი მანანა არჩვაძის მომხრეებიც მოდიოდნენ შევარდნაძის დროს. ყველას ჰქონდა თავისი დრო. ან მისვლის. არასდროს არ ყოფილა პრეცედენტი, რომ ვინმესთვის აეგრძალოთ იქ მისვლა მიუხედავად იმისა. რა პოლიტიკური შეხედულებაც ირაკლი წერეთელი დილის 4 საათზე მოდიოდნენ ჩვენ ახალგაზრდობის პერიოდს გულისხმობ აი 30 წლის წინ დილის 4 საათიდან მოდიოდნენ ზვიადის მომხრეები, მერე მოდიოდნენ სახალხო პარტია, EDP, აი ესეთი პერიოდულობით ხდებოდა ისე რომ ყვეთა ყოფილიყო ორი პოლიტიკური სხვადასხვა შეხედულების ეს მოხდა პირველად რომ საქართველოში 9 აპრილის მემორიალთან სერგო ეგრე არის ხო 30 წლის განმავლობაში პირველად გააკეთეს ის რაც არ გაუკეთებია არავის არასოდეს. ბოდიში რომ შეგაწყვეტინე 9 აპრილის ფოტო მემატიანე და ვიდეო მემატიანე გახლავთ ბატონი გოგა ხაინდრავა
არა მხოლოდ 9 აპრილის აფხაზეთის ომის და უამრავი რამის ფოტომემატიანე, მაგრამ დღეს რო რამე ვიცით 9 აპრილის შესახებ დარჩენილი გვაქვს ფოტო და კინო დოკუმენტალისტიკა, ეს არის სწორედ გოგა ხაინდრავას გადაღებული და მისი მართლა პირადი გმირობის და თავდადების და ამ ადამიანსაც არაძლევდნენ უფლებას რომ ისულიყო იქ, მაგრამ რატო ვიხსენებ ახლა 9 აპრილს? მეც იქ ვიყავი, მე და ჩემი მეგობრები ვიდექით სწორედ კინო რუსთაველის წინ წაღან თქვენს ახსენეთ პირველი დარტყმა ჩვენ მივიღეთ. როდესაც ეს პირველი დარტყმის შემდეგ, როდესაც თვითონ რუსმა ჯარისკაცებმა განმარტა, ეს იყო საბჭოთა კავშირში ყველაზე სასტიკი სპეცრაზმი. 21 ადამიანი მოკვდა 16 ადგილზე და 5 შემდეგ საავადმყოფოებში დაზიანებებისგან. ჩაამტვრეს კინოთეატრ რუსთაველის ეს მინისკარები და არც ერთი ჯარისკაცი შიგნით არ შესულა. შიგნით ვინც შევედით, შემდეგ შიგნით აღარ შემოკვდნენ. და სწორედ ამ კინოთეატრის შენობაში იყვნენ თავშეფარებული ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქეები, მათ შორის ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორც გახლდათ ლუკა კურტანიძე, ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი, სოსო ჯაკუჭლიანი, ცნობილი პოლიტიკოსი, მსახიობი და რა ვიცი და უამრავი ადამიანის ქართველების აფიცარი ადამიანი ჯერ კიდევ თავისი ძველი როლებით აი შევიდნენ და სწორედ ამ კინოთეატრის შენობაში ჯერ უსასტიკესად სცემეს ყველა ის ადამიანი, მათ შორის ჩემს მიერ ხსენებული ადამიანების და შემდეგ აქ დააპატიმრეს და აქედან წაიყვანეს. აი ეს მართლა რო არ ჩაუდენია არავის ისეთი სისასტიკეები ჩაიდინეს მაშინ. ეს არ იყო მიტინგის დაშლა, რომ მეორე დღეს პარადი გვაქვს ჩასატარებელი და მოედანი უნდა გავათავისუფლოთ. ეს იყო აი შეგნებული სადამსჯელო ჯალათური ღონისძიება იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონოდათ მუდმივი შიში, რომ რუსთაველზე გამოსვლა ყოფილიყო აკრძალული. ეს მინდოდა მე თქვა თქვენს ნათქვამზე დამემატებით. მაგის გაშუქების გამო დაგსაჯეს ჩვენც. სულგრალდებით. კითხვები ხომ არ არის კიდევ? ბატონო გიორგი, სანამ დაგემშვიდობებით, კომისიის სახელით ერთი თხოვნა გვაქვს. აგვისტოს ომის 26 მაისის და სხვა ფოტომასალა, რომ შეგვარჩევინოთ თქვენს არქივში და ეს ფოტომასალა 2003-2012 წლების პერიოდი ან მომდევნო პერიოდი, იმიტომ რომ მომდევნო პერიოდშიც უკვე ჩვენი ხელისუფლების პირობებში მავნებელი დესტრუქციული ოპოზიციის შესახებაც თქვენ გაქვთ, იმიტომ რომ აგრძელებთ საქმიანობას მნიშვნელოვანი მასალა. რომ შეგვარჩევინოთ, რომ მოგცეთ ამის უფლება თუ იქნებით თანახმა, რომ ეს ფოტომასალა როგორც ისტორიული დოკუმენტები, ვიზუალური კომისიის დასკვნას დაერთოს, რა თქმა უნდა, ავტორის მითითებით და იმ ტექსტთან ერთად, რომელსაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ, ვინაიდან, რა თქმა უნდა, ყველა ფოტოგრაფს, ყველა ხელოვანს, ჟურნალისტს მით უმეტეს აქვს თავისი არქივი მოწესრიგებული, მაგრამ პარლამენტის არქივში შეინახება ეს დასკვნა. დასკვნას ექნება ალბათ ასეულობით დანართი, თავისი წყაროებით, ვინ შექმნა, როდის და ჩვენ ვისურვებდით, რომ თქვენ და იმ ფოტოგრაფების შექმნილი მასალა, რომელიც ვიზუალურად ასახავს იმ რეჟიმის სახეს, დარჩეს საპარლამენტო და ქვეყნის ისტორიას. თუ ეს თანხმობა იქნებოდა, ჩვენ გამოვყოფდით თქვენთან სამუშაოდ პირს, რომელიც თქვენთან ერთად თქვენი სურვილისამებრ ამ მასალას შეარჩევდა და დასკვნის დანართად გადაიქცეოდა. კი, აუცილებლად გავუწრონთია. დიდი მადლობა პირიქით თქვენ ამისთვის. და იცით არის უბრალოდ არის ესეც მდგომარეობა, რომ რაღაცა ნაწილი არქივის როდესაც დაგვიჭირეს, გამინადგურეს რაღაცა ნაწილი არქივი ფოტოების. ხო და ომს რაც შეეხება, ომის კადრები რაც ამაქვს, 26 მაისს რაც შეეხება, მე კადრები აღარ შემჩა 26 მაისის დაარქივებული მასალა რაც იყო, ყველაფერი გაანადგურეს ამათვალე. რაცაც მექნება ეს ფოტოები რაც ტრიალებს და კიდე ბევრია სხვა, ეს არის რაც თქვენ უცხოეთში გადააგზავნეთ, მოასწარით, ხომ? რაც მოასწარით, რაც გადავაგზავნეთ. რაც მექნება დიდი სიამოვნებით პირიქით. აქაც ამ ფოტოებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, დახმარება დაგჭირდება, იმიტომ რომ საავტორო უფლებების დაცვით თქვენ უნდა გვითხრათ,
რომელია თქვენი ფოტო, რა ადგილას არის გადაღებული, როგორ გინდათ რომ ის ფიგურირებდეს, ეს თქვენ უნდა გითხრათ, რომ თქვენი უფლებები იყოს დაცული. ამიტომ გავაგრძელებთ თქვენთან თანამშრომლობას საარქივო მიმართულებით თუ თანახმა იქნებით. მადლობა თანხმობისთვის, მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ, რომ ბატონი გიორგის შემდეგ მასთან ერთად იმავდროულად უпростоრად დაპატიმრებული ფოტოგრაფების საქმეზე კიდევ ორი ფოტოგრაფი გვეყოლება დღეს ეს გახლავთ ბატონი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე ქალბატონი ნათია გედენიძე. მანამ სანამ ისინი შემოგძანდებიან, გთავაზობთ 5-წუთიან ტექნიკურ შესვენებას და შემდეგ განვაახლებთ სხდომას. მანამდე გთხოვთ გამორთოთ პირდაპირ ეთერი.